დღეს გველოდება წინ ვრცელი ინტერვიუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძეა დღეს ღამის კურიერის სტუმარი და ჩვენ ვისაუბრებთ ყველა მიმდინარე თემაზე. მე უკვე შემიძლია ჩემი სტუმარი წარმოგიდგინოთ. საღამოშტობისა ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ თემაზე, რატო დაფრინავს ეს ფურცელი და იგივე იოზვაკის განცხადება წავიკითხე მოკლედ ამ დასავლეთ მიმართებაშიც მინდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ინტერვიუ ჩვენი დავიწყოთ თქვენი ყველაზე ბოლო ინიციატივით უმრავლესობის მამუკამდინარიძის ბრიფინგი ვნახეთ. თქვენ მეორედ გადაავადეთ ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა, რასაც ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ ველსას უფთავებს ამ ყველაფრისთვის, თუმცა პირველ რიგში ჯერ თქვენ მინდა კითხოთ მიზეზი რა იყო ამ გადავადების, იმიტომ რომ ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დაპირებაც წინა საარჩევნო და ეხლა გადაიწია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და შემოგყავთ ისევ საარჩევნო მარათონში იგივე ნაციონალური მოძრაობა და ის პარტიები, ვის აკრძალვაზეც თავად საუბრობდით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა თქვენ რაც შეეხება გადავადებას ჰქონდა ასე თქვა ტექნიკური მიზეზი და თავისი არსითაც ეს გადავადება არის ტექნიკური. გულისხმობ რას, რომ რეალურად საუბარია 2-3 თვეზე. მიზეზი გადავადების იყო ის, რომ გაფართოვდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი, ორჯერ გაფართოვდა, უხეშად რომ ვთქვათ, ეს მანდატი. მანამდე თუ პარლამენტის ადგილების თანახმად კომისიას უნდა გამოეძიებინა მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის მანდატი. შესაბამისად კომისიას ლოგიკურად დაჭირდა ბუნებრივია მეტი დრო საკუთარი სამუშაოს წარსამართად და შესაბამისად ეს ყველაფერი გადადის უკვე ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე. აქედან გამომდინარე პარლამენტს შეეძლება დასკვნის დამტკიცება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო გვირაში. თუმცა თქვენ კი ამბობთ, რომ 2-3 თვეა და ვთქვათ დიდი არაფერი ამ გადავადებითო, მაგრამ ამ 2-3 თვეში ექცევა თვითმმართველობის არჩევნები. ამას შეცვალა ხო? და კითხოთ, გააქვთ მოლოდინი, რომ ამ მომრჩეველი უარს ეტყვის მაგალითად ამ პარტიებს, ან ხო შეიძლება რამე და იცი კითხოთ, აი რაღაც საკმაოდ ისეთი პროცენტი მიიღონ, მე უფრო არ თულდება ასეთი პარტიების გაუქმება? კი, ერთ შეხედვით ეს არის ერთ-ერთი არსებითი საკითხი, რასაც არის დაკავშირებული ასე ვთქვათ ვადის გადაწევა, მაგრამ რეალობა ყველა მიცით რაც არის, ხომ? ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, ჯამში მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ 95%-ში, მუნიციპალიტეტების 95%-ში. შესაბამისად ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, ამას ხაზგასმით ვამბობ, 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნებს. აქედან გამომდინარე ამ ნაწილშიც გადაწევა, ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან რომ ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში. ხო, მარცხი ერთია, მაგრამ მე იმიტომ გკითხეთ, აი პირობითად რომ რაღაც 50%-ს გადაშორდა ოცნების კანდიდატი, მაგრამ აი 30% აიღო მაგალითად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ მომრჩევლისგან უარია მათზე, აი ამის თქმა მინდა, თორე გასაგებია რომ თქვენ ვთქვათ, ამბობთ რომ თქვენ გაიმარჯვებთ, ეს მესმის. ნუ ცნობილი გამონათქვამია, ზოგიერთი მარგებელია, ერთი პლუსი აქვს ამ ვადის გადაწევას. ანუ ჩვენ სიძულება იყო ვადის გადაწევა, ერთი პლუსი არის ის, რომ ეს იქნება ეს მორიგი არჩევნები, იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოვა, მას ექნება კონკრეტული სპექტრი საკუთარი არჩევანისთვის და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ სადგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. ეს პლუსი აქვს ბუნებრივია ვადის გადაწევას. გააქვს იმედი, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ირაკლი, იმიტომ რომ ოფიციალურად ჯერ ყველას გაცხადებული აქვს უარი, გირჩის და აი გამოჩნდა ნიშნებით ახლობა განაცხადა. იმედი გვაქვს, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მიიღებენ მონაწილეობას და მძიმედ დამარცხდებიან თუ არ მიიღებენ და ასე დამარცხდებიან, ჩვენთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა გაიოლებს ჩვენს საქმეს. მე ტრადიციულად ვარ ხოლმე შტაბის უფროსი და როგორც შტაბის უფროსმა შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა რაღაცა პატარა თავის გულთან არის დაკავშირებული შტაბის მართვა, ყველაფრის დაგეგმა, პიარის და შემდეგ ყველაფრის. თუ ისინი არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იოლად დადგება ის შედეგი, რაც ისედაც უნდა დადგეს. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს პრინციპში უფრო მეტად იმის, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას. თუ მიიღებენ, ესეც მათი საქმეა, ასეც და ისეც არსებითად არ იცვლება ჩვენთვის არაფერი, ასეც და ისეც მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64 მუნიციპალიტეტში
ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს. ძალიან მცირედ იქნება ახალ საკრებულოებში წარმოდგენილი ოპოზიცია. ძალიან მცირე. ეს კარგია თუ ცუდი დემოკრატიული პროცესისთვის, მოდი ესეც ვთქვათ, მე მესმის თქვენ ნაციონალურ მოძრაობაზე გაქვთ უფრო აქცენტი და იმ ოპოზიციაზე, ვისაც რადიკალურს ეძახით და ამიტომ ამბობთ, რომ ჯობი არ მიიღონ და კონკურენტი გასაგებია, მაგრამ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მინდა კითხოთ, აი ამ დემოკრატიული განვითარებისთვის ოპოზიციური ველი თუ სულ მოსუფთავდა, თუ ელით რაღაც ახალ პოლიტიკურ ძალებს, რაღაც ეს თექმებიც არის, შესაძლოა ახალი ძალები გამოჩნდეს, ანუ აი როგორ ხედავთ ამ მიმართულებით განვითარებას. ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი. ნახეთ, აი მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, რომ ნეტა არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ აქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური და ამ შემდეგ ოხონდ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უბრალოდ უცხოური აგენტი. მეტი მოთხოვნა ხო არ აქვს. ეს არის ერთგვარი მინიმალური მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ნებისმიერმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა დავაყენოთ, ხო? არ იღირს ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ რაღაც მცირე პოლიტიკურ პარტიებს, არის 1-2 ძალიან პატარა პარტია, რომელიც შეიძლება გარედან არ იმართება, მაგრამ რაც შეეხება 4 ოპოზიციურ პარტიას, ხო, თქვენ იცით როგორ გადანაწილდა წინა არჩევნებზე შედეგები. ანუ რეალურად საარჩევნო კოალიციების 4. ამ 4 ხო პარტია კოალიცია ერთმანეთზე ავიწრას სახენ არ ვიცი. 54% ავიღეთ ჩვენ, 38% აიღო იმ 4 პარტიამ და 8% დანარჩენმა. ხო, იმ 8%-ში შეიძლება იყოს ზოგი ასეთი სუბიექტი, მაგრამ რაც შეეხება 38%-ს, ეს არის პირდაპირ შეიძლება ითქვას უცხოური აგენტურა, რომელიც ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურება უცხო ძალას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, აგერ ამერიკის ახალი ხელისუფლება უწოდებს Deep State და ასე შემდეგ, ხო? კი, და ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად ჩვენ. ამიტომ არის არათუ ასე თქვათ, ამიტომ არათუ პრობლემა არ არის მათი არ შესვლა საკრებულოებში ან დიდი დოზით არ შესვლა პირიქით. ეს არის ერთგვარი შანსი იმისა, რომ ეს აგენტურული, ასე ვთქვათ, ოპოზიცია ჩანაცვლდეს პერსპექტივაში ისეთი ოპოზიციით, რომელიც მინიმუმ საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგება. კომპეტენციას და სხვა რაღაცებს თავი დავანებოთ. მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. ელით ასეთი ძალების გამოჩენას ოპოზიციურ ველზე. როგორც კი ეს სპექტრი აგენტების ეს სპექტრი გაქრება პოლიტიკური სივრციდან, მასშინვე ბუნებრივია, ნახეთ, დემოკრატიის წესია. დემოკრატიის წესია, რაც არ უნდა რო წარმოვიდგინოთ იდეალური თეორიულად იდეალური ხელისუფლება, ხო, არ არსებობს იდეალური ხელისუფლება. ყველას აქვს შეცდომები, ხარვეზები, პრობლემები და ასე შემდეგ, ხო? რომ წარმოვიდგინოთ თეორიულადაც კი იდეალური ხელისუფლება. დემოკრატიის კანონია, რომ არ შეიძლება დემოკრატიულ სისტემაში, რომელიმე ხელისუფლება იღებდეს 65-70%, ხო? ბუნებრივად არსებობს ოპოზიციური ნიშა. ასეთია დემოკრატიის ბუნება. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სპექტრში, სისტემაში, მაშინვე ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავანონსეთ და რომელსაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. მართალია, ეს შეიძლება ვერ ესწრება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ რისი პირობა შეგვიძლია მიცვეთ საზოგადოებას, არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენ აუცილებლად სარჩელს გავამზადებთ და შევიდან საკონსტიტუციო სასამართლოში. ნუ რაც შეეხება პროცედურებს, წესით არ უნდა დაჯერდეს დიდი დრო, იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე წესით საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებადია ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სასამართლოსია დამოკიდებული, თუმცა ერთი თვითმმართველობა რომ ამოვწუროთ, თქვენ თქვით, რომ უალტერნატივო კანდიდატია კახი კალაძე და შეიძლება ვთქვათ ამ დროს უკვე ვიკითხო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღებულია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახი იქნება კალაძე. ნუ ნახეთ, პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ ქონია ამ საკითხზე, ამიტომ მე არ მაქვს ამის ასე ვთქვათ კომპეტენცია, რომ 100% რაღაც დავადასტურო, მაგრამ ის შემიძლია გავიმეორო, რაც უკვე ვთქვი, რომ ის რეალურად თავისი გამოცდილებით, თავისი რეიტინგით, თავისი ასე ვთქვათ გაკეთებული საქმეებით ის ნამდვილად არის ალტერნატივა.
კარგით, და როდესაც ამ აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამის საფუძველი იყო ერთ-ერთი საგამოძიებო კომისია და ბუნებრივია საგამოძიებო კომისიაზეც მაქვს ბევრი კითხვა, მაგრამ დავიწყებ ჯერ ბოლო გიორგი გახარიას ჩვენები, ჩვენ არ მოგვისმენია, მოვისმინეთ ბევრი უმრავლესობის წევრების შეფასება, თუმცა თქვენი შეფასება არ მოგვისმენია, ამიტომ პირველ რიგში ჯერ საერთოდ ესე კითხავდით და თქვენც არაერთხელ გახსენათ, აი როგორია თქვენი შეფასება მას შემდეგ რაც უსმინეთ ალბათ ან ადევნეთ თვალი საგამოძიებო კომისიაზე მის გამოსვლას. ამ კაცს ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ არ გამგვირებია, მაგრამ კაცი ზოგადად ასეთი გონორით 30 ჯერ ამბობდეს არ მახსოვს, ასეთი გონორით 30 ჯერ იტყვებოდეს, ასეთი გონორით რაღაცა სრულ აბსურდს ლაბარაკობდეს, არ ვიცი, ხა საზოგადოებამ შეაფასა მეგონი ძალიან კარგად ეს ყველაფერი პასუხები არ ქონდა. ანუ არ მახსოვს ფრაზაც ამის დამსახურება და ეს ტყუილებიც ამის დამსახურება. ხან ერთს ამბობდა და 30 წამში ზოგჯერ და ერთ წუთში და ორ წუთში სრულიად სხვა რამეს ამბობდა, ხო? ანუ აქ ჩანდა რომ რეალურად მას ძალიან ბევრი რამე აქვს დასამალი და მთავარი მას რა აქვს დასამალი. ეს არის ის რომ ის მოქმედებდა გარე დაკვეთით. რაც გააკეთა მათ შორის რეზინის ტყუების გამოყენებით. ესეც გააკეთა გარე დაკვეთით. თავარი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო ქართული ოცნების იმიჯის დაზიანება. მას ჰქონდა ეს დავალება არაერთ გზის მიღებული მაშინ, როდესაც იყო ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მუშაობის პირობებში. თქვენ თუ გაიხსენებთ, აბსოლუტურად ხელოვნურად ჩდებოდა მუდმივ რეჟიმში აღქმა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება, განსაკუთრებით ხელისუფლება და ახალგაზრდები იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული. ეს დაალაგდა აბსოლუტურად ხელოვნურად. ეს მოხდა როგორ? გაიხსენეთ პანკისის სპეცოპერაცია, სადაც პოლიცია და ადამიანები, მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირეს და თან ყოველჯერზე რა ხდებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციელი რჩებოდა, ასე თქვათ, შეურაცხყოფილი. პანკისის ხეობაში ასე მოხდა, ხო? ანუ დაუპირისპირა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს და დამცირებული და შეურაცხყოფილი დატოვა პოლიციელები, ხო? ანუ აბსოლუტურად ხელოვნურად დაალაგა ეს ყველაფერი. გახსოვთ ასევე ბასიანის შემთხვევა, ხო? სადაც პირველად აბსოლუტურად ხელოვნურად დაალაგებული ამბავი იყო, პირველად დაუპირისპირა ერთმანეთს ქართული ოცნების ხელისუფლება და ახალგაზრდები. დაკვეთა იყო, დავალება იყო, ამიტომ არ შეიძლება რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ამაზე ესეც საინტერესო დეტალია. ვინ დარეკა და ეს შემდეგ ეს კითხვა დაისვა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა Deep State-ის წარმომადგენელი. კონკრეტული სახელი და გვარი ეს გუნდში იციან და თეატროლოგიანმაც ახსენა ეს, რომ მანაც იცის სახელი და გვარი, რომ ჩვენ ამაზე ერთმანეთთან გვისაუბრია, მაგრამ თუ საზოგადოებაში ამაზე საუბარს ვერ იდებით, იმის გამო რომ არ გვინდა ქვეყანას რაღაც ზედმეტი. ხო, თუმცა ბატონო, როდის გახდა, შეიძლება ესე ვთქვა, ეს ყველაფერი ცხადი თქვენთვის გულისხმობ არაპიროვნულად არამედ ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ლეგიტიმური კითხვა ჩდება, ხო, აი ასე საუბრობთ, მაშინ და შინაგან საქმეთა მინისტრზე და მაშინ ან თვლით რომ იყო შეცდომა მისი გაპრემიერება, ასე ვთქვათ, მერე, იმიტომ რომ მერე გახდა ხო ეს პრემიერ-მინისტრი. რეალურად ამ ზარით ჩვენთვის საბოლოოდ გახდა ცხადი ის რომ ეს ადამიანი მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით. ანუ ის მომენტი იყო სრული დასტური, ბეჭედი დაესვა მას იმ ზარით. ანუ რაც მანამდე იყო, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ლოგიკის საკითხი იყო ეს შეგიძლიათ კონკრეტული ადამიანი არ მინდა ამის დასახელება, კონკრეტული სახელი და გვარი უმრავლესობის წევრების უდიდესმა ნაწილმა ესეც ის, იმიტომ რომ მე მისაუბრია მათ შორის ამასთან დაკავშირებით. ჩემთან არ იყო სხვათა შორის ეს ზარი, აქაც არასწორად ითქვა. კონკრეტულ ლიდერთან იყო, ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ ლიდერთან ეს არის განხორციელებული. კონკრეტული ადამიანი იყო, ოფიციალური თანამდებობის პირი იყო. ცოტა უფრო მეტად რო დავაკონკრეტო, ოფიციალური თანამდებობის პირი იყო. ელჩსკულის ხო, იმდრიგებს დაიშვა. ქვეყნის გარედან იყო ეს. ქვეყნის გარედან იყო ეს არის კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. ხო, ანუ დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და ანუ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული მასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა საკუთარი თანამდებობა.
რაც ეთქვა გახარიას, მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემოbrunდებოდა და 10-15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი, ასე ვთქვათ, Deep State-დან. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გაგზავნა. მაგრამ ამის მერე გახდა პრემიერი. და სწორედ ამაშია საქმე. გიკითხებით ზუსტად. ჩვენ გვიწევდა მანევრირება. გვიწევდა მანევრირება და მანევრირების შედეგი იყო და კომპრომისების შედეგი იყო ის, რომ სწორედ რომ კომპრომისის საფუძველზე გახდა, Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარი. აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ აი ესეთი დაკნინებული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და მოგიდებლობა და კი ასე იყო. ასე იყო. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები სუვერენიტეტის კუთხით. სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ დიდ ძალასთან ქონდა საქმე, ძალიან სერიოზულ ძალასთან, იმპერიასთან ასე დავარქვათ. და შესაბამისად ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. თქვენ გახსოვთ იგივე საჯაროდაც რაც ხდებოდა, რომ არ დაიჭიროთ სააკაშვილი, არ დაიჭიროთ ბოკერია და ასე შემდეგ. პირდაპირ ინსტრუქციები, ხო? ეს ხო საჯაროდაც ხდებოდა, მაგრამ 10 იმდენი ხდებოდა და ახლულ კარს მიღმა, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტი იყო სერიოზულად შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე, განსაკუთრებით როცა ჩვენ გვიწევდა Deep State-ის აგენტის დატოვება პრემიერ-მინისტრად. ჩვენ ამაზე ღიად გვისაუბრია არაერთხელ, რომ ჩვენ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შევძელით ამ ქვეყნისთვის სრული როგორ ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ პრაქტიკულად სათანადო თვისებრივი სუვერენიტეტის დაბრუნება. მანამდე ქონდა უმძიმესი ნაკლოვანებები და ხარვეზები ამ კუთხით, რაც ობიექტური მიზეზი ქონდა. და ამიტომ გვიწევდა Deep State. არა, ეს იძულება იყო. მაშინ ასე უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება. იძულება იყო, ანუ როცა რაღაცა იძულება, ამ შემთხვევაში შეცდომად ვერ მიიჩნევ. ხო, შეიძლება შეცდომა იყო დავუშვათ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ეს შეიძლება ჩავთვალოთ დავუშვათ შეცდომად, იმიტომ რომ შეიძლება იყო რაღაცა ადამიანის მიმართ ხომოლოდინები. ხო, ნუ ნახეთ როგორ იყო სალომე ზურაბიშვილი, ანუ ეს რო გადავხედოთ მის წარსულს, იყო ემიგრანტების შთამომავალი, ქონდა რაღაცა თავისი რაღაცა დიპლომატიური წარსული და შემდეგ, ხო, რო გადახედო ბიოგრაფიას, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი და შემდეგ, ბიოგრაფიას რო გადახედო, ნუ რაღაცა თითქოს საფუძველი არსებობდა იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა. მაგრამ რეალურად როგორც კი მას მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალა და სამშობლოს არ აქვს მას სამშობლო, საქართველოს არ არის ყოველ შემთხვევაში მისი სამშობლო, ქვეყანას უღალა და იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა. შეიძლება ამას დავარქვათ შეცდომა, მაგრამ როცა საუბარია იგივე გახარიას გაპრემიერებაზე, სხვა გადაწყვეტილებებზე, რაც მიღებული იქნა მთელი ამ წლების განმავლობაში ნაცმოძრაობის პოლიტიკაში დატოვებაც. ხო, ეს ერთგვარი გადაწყვეტილება იყო. არის რაღაც ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციას გულისხმობ ჯერ 12 წლიდან. კი, 2012-16 წლები, ანუ იქ ბეწვისხიძე იარა, პირველ რიგში ბიზინა ივანიშვილმა, მთლიანად ქართული ოცნების გუნდმა, განსაკუთრებით ის 4 წელი წარმოიდგენეთ, კოალიცია იყო. და ამ კოალიცია შედგებოდა მათ შორის ესეთი პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც იყო აგენტურით დაკომპლექტებული. ნუ ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ლიდერები იყვნენ Deep State-ის აგენტურის წარმომადგენლები და აქ 4 წელი წარმოიდგინეთ რა მასშტაბის მანევრირება უწევდა ქართულ ოცნებას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზეწოლის ინსტრუმენტები იყო ბევრად უფრო ძლიერი, ხო? გეტყოდნენ რომ ეს და არ დაიჭირო, ვერ დაიჭერდი, ეს დაიჭირა და ამ შემდეგ. ხო, ანუ პირდაპირ ესე მიდიოდა გარჩევა, რომ აი ნაცმოძრაობის ეს დამნაშავე არ შეგიძლია დაიჭირო, ეს დამნაშავე შეგიძლია დაიჭირო და ამ შემდეგ. ყველა მიცოდა რომ დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება სააკაშვილის დაჭერა, არ შეიძლება იმის დაჭერა, ამის დაჭერა და ამ შემდეგ. ხო, პირდაპირ ახარისხებდნენ აგენტებს, არა აგენტებს, ნაცმოძრაობაშიც ხო ასე იყო, დამნაშავე შეიძლება იყო ადამიანი, მაგრამ ვიღაცა იქიდან იყო ხელმოწერილი აგენტი და ვიღაცა არ იყო ხელმოწერილი აგენტი. ხელმოწერილი აგენტი არ შეიძლებოდა დაგეჭირა, ვიღაცა თუ არ იყო ხელმოწერილი აგენტი შეგეძლო დაგეჭირა. ესეთი დამოკიდებულება იყო, რა თქმა უნდა, შეზღუდული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და ამის გამოხატულება იყო გახარიას გაპრემიერებაც, მაგრამ მადლობა ღმერთს 2021 წლიდან ჩვენ ამ დამოკიდებულებისგან არსებითად
გავთავისუფლდით, ხო? ანუ ეხლა აღარ გვიწევს ასეთი ტიპის კომპრომისებზე წასვლა, რისთვის იმისათვის რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ბოლომდე მკაცრად დავიცვათ. ბატონო ირაკლი, მინდა კითხოთ ეს გახარიეს თემა მინდა ამოვწურო, თქვენ თქვით რომ მას არ ქონდა პასუხები, მას არ ქონდა პასუხები, მაგრამ ქონდა კითხვები. და მათ შორის თქვენთან და ეს არაერთი გააჟღერა, მათ შორის ეს ეხებოდა გავრილოვის თბილისში ჩამოყვანას და მაინც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ამ ეთერის შემდეგ თქვენი კომენტარები არ მოგვისმენია. ნუ მან თქვა რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევ როგორც უსმა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10-12 კაცი ზუსტად არ მახსოვს, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო ვიდრე გავრილოვი და ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტი და რეკვებით ხოვნები და მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობა მაიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა, ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, ეს ამონარიდი მისი ჩვენებიდან. რა შეგიძლიათ უპასუხოთ, ანუ ვინ ჩამოიყვანა ეს გავრილოვი, ანუ ეს იყო ეს დიალოგი მართლა თუ არა და ადასტურებთ თუ არა თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მინისტრის წინააღმდეგობას მაშინ ამ თემაზე. ეს რო ტყუილია ჯერ საიდან ჩანს, ნახეთ, ხელისუფლება არის ერთიანი. აი ხა დავუშვოთ რო ავიღოთ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, რომ ვიღაცა არის ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით იქ ანდრიო ხანაშვილის აზრით, ზუის უფროსის აზრით, იქ მინისტრების აზრით და ეს შემდეგ, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების აზრით არ უნდა ჩამოვიდეს. ახლა რეკომენდაციებით ხო არ მუშაობ. შენ თუ გაქვს ამასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია, შენ ამბობ, რომ არ უშვებ ამ კაცს საზღვარზე. მის ხელში იყო საზღვარზე შემოშება. აქ იმაზე აქ ხათრით, ანუ რას ამბობს, რომ ხათრის გამო შემოუშვა გავრილოვი საქართველოში? აქ თემას ხო არამე იყო. არავის არ დაუყენებია ეჭ ქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ გავრილოვის შემოსვლა და გეტყვით მიზეზსაც. ამას ჰქონდა თავისი გამოცდილი, წარსული, ასე ვთქვათ, გამოცდილება და კონტექსტი. ეს ამბები მოხდა 2019 წელს. 2019 წლამდე 2016 წელს 3 წლით ადრე. მოხდა ესეთი რაღაცა. გავრილოვს არ ქონდა დარღვეული ოკუპაციის კანონი, ისევე როგორც სხვა, ასე ვთქვათ, დეპუტატებს, რუს დეპუტატებს. 3 წლით ადრე რა მოხდა? მაშინ უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წელს. საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ასე ვთქვათ, სხდომა. და უსუფაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციაში არის ნაცმოძრაობა და ეს შემდეგ. გაიარეს საკითხი. აქეთ უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ქართული ოცნების კოალიციის, იქით ნაცმოძრაობა და შეჯერდნენ, რომ რადგან იმართებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, პრობლემა არ იყო რუსი დეპუტატების შემოსვლა. ანუ ზუსტად იგივე ხდებოდა, რით განსხვავდება ხა გავრილოვის ლუცკისგან. იქ იყო ერთ-ერთი დეპუტატი მათ შორის, ან ორი თუ არ შეიძლება ერთი ან ორი, ერთი მინიმუმ, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის კანონი. და უსუფაშვილმა და ნაცებმა საქართველოში შემოუშვეს რუსი დეპუტატი, რომელსაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. პირდაპირ საქართველოს კანონი დაარღვიეს. ან კანონით ეგრძალებოდათ მისი შემოშვება საქართველოში და უსუფაშვილმა და ნაცებმა კანონის დარღვევით, იმის გამო რომ იმართებოდა ეუთოს ასამბლეა, შემოუშვეს საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატი საქართველოში. ანალოგიური ასევე არგუმენტი მე 3 წლის შემდეგაც რომ რაღაც ხდომა შემოუშვათ რუსი დეპუტატები, რასაც საუბრობ. ანუ რუსი დეპუტატის საქართველოს შემოსვლა ეს საერთოდ არ იყო განსხვავებული საკითხი. მეცაც გეტყვით. მათ შორის ბატონი გახარიას მეგობრები ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა კომიტეტს. რომელსაც ესწრებოდა ხოლმე ხშირად მათ შორის პირველი ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი, ხულორდავა, კაცარავა და ეს შემდეგ. ხო, ანუ გუნდი იყო კონკრეტული, მათ შორის იყვნენ მისი მეგობრებიც და შეუძლია მოგითხოს, სპეციალური მოსმენა გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ მართლმადიდებელ რაც ერქვა ამ ასამბლეის. ანუ შემოსულიყო თუ არა ამაზე. მათ შორის ამასთან დაკავშირებით, ანუ ყველა მიცოდა რომ გავრილოვი იყო ამ ასამბლეის ხელმძღვანელი და ავტომატურად უწევდა მას საქართველოს ჩამოსვლა. ეს მოსმენა გაიმართა, კითხვაც კი არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ანუ პრაქტიკა იყო ასეთი, ანუ უსუფაშვილი და ნაცები სადაც შეთანხმდნენ 3 წლით ადრე, რომ რუსი დეპუტატები შემოვიდოდნენ ჩვეულებრივად საქართველოში, მათ შორის ოკუპაციის კანონის დამრღვევის ლუცკი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, აგრესიულ რუს დეპუტატად. იქ იყო ერთ-ერთი გვარი აღარ მახსოვს, FSB-ს ყოფილი ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ, რუსეთის დუმის დეპუტატი, FSB-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ხო, პირდაპირ უსაფრთხოების ხაზის წარმომადგენელი, უსუფაშვილი და ნაცები, ანუ ქართული ოცნების კოალიცია, უსუფაშვილის სახით წარმოადგენელი და აქეთ ნაცები შეთანხმდნენ, რომ ამათი ჩამოსვლა არ იყო პრობლემა. ანუ ასევე განიხილავდით მე და ზუსტად იგივე მოხდა 2020 ყველა ასე განიხილავდა. ყველა ასე განიხილავდა. ამიტომ კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. არ შემოუშვებ თხოვე და რა შუაშია? თვითონ ხო იყო პასუხისგებელი
კონკრეტული ადამიანის საქართველოში შემოსვლაზე, ხო, ამ შემთხვევაში რუსი დეპუტატების საქართველოს შემოსვლაზე. ხათრით შემოუშვა? თუ რაში იყო საქმე? ნახეთ, აი რა მარტივ ტყუილებში შეიძლება ამ კაცის გამოჭერა. ასევე ახსენებდა ბატონი გახარია ძალიან შეიძლება ნახ მე თემა რამაც ასე ვთქვათ გამოიწვია ეს ასე ვთქვათ პროტესტი იყო არა საქართველოს შემოსვლა წინა დღეს ხო სავარძელში ჩაჯდომა იყო სავარძელში ჩაჯდომა როცა მე არ ვიყავი ამ ქვეყანაში წასული ვიყავი ბაქოში და მოვალებას ასრულებდა ერთ-ერთი მოადგილე არ მახსოვს რომელი და ნუ აქ მოხდა ესეთი რაღაცა რისი მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა თუმცა აქაც ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან ყოფილი წევრები რომლებიც დღეს საეჭვოდ მეგობრობენ ბატონ გახარიასთან ხო ანუ მაშინ გახსოვთ მაშინ ნუ აღარ მინდა გვარებში შევიდე მაგრამ თქვენ გახსოვთ 2016-20 წლის პარლამენტი მაშინ იყო სერიოზული შიდა პრობლემები დღევანდელისგან განსხვავებით ქართულ ოცნებაში მათ შორის საპარლამენტო გუნდში რეალურად ეს ყველაფერი რამაც გამოიწვია აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად შიგნიდანაც დალაგებული. ანუ ეს უნდა გამოეწვია, ეს იყო გეგმის ნაწილი და ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ მათ შორის მაშინდელი ქართული ოცნების გუნდის წევრები, რომლებმაც ცოტა ხანში შემდეგ დატოვეს 2-3 თვეში დატოვეს საპარლამენტო მრავლესობა. კარგი, ერთი ცდა უნდა გადავიდე მე სხვა თემაზე უჩინარი კაცი ვთქვი, თავად განხარიამაც არ დააკონკრეტა ვის გულისხმობდა, ყველას დაშთა შაბეშტილება რო გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც თქვა რაღაც უჩინარი კაცი ჩაერია და მე ყველა შეცვალა გადაწყვეტილება, ანუ თუ გაქვთ ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც რას გულისხმობდა, იმიტომ რომ თებერვალს როგორც ჩანს უჩინარი კაციო ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას ოცნების წარმომადგენლებს მართა შეგაცვლებინათ აზრი ზუსტად 1 საათში თითოეული თქვენგანი ყველა გაქრა მე დღეს მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი რომ შესაძლოა რაიმე მსგავსი რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც მან თქვა ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა თქვენ როგორ გაიგეთ მან არ დააზუსტა ნახეთ პოლიცია მართლაც ასე იყო პოლიციაბჭოში იყო რაღაცა განსხვავებული შეხედულებები რის შემდეგაც მე პირადად ჩავერთე საქმეში კიდევ ერთხელ მადლიერებით მინდა გავიხსენო მაშინდელი პოზიცია ვახტანგ გომელაურის რომელიც კაცრად იდგა ასე ვთქვათ იმ პოზიციაზე რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო რეალურად მე ვიყავი მთავარი პირი ფიგურა ვინც ელაპარაკებოდა პოლიციაბჭოს წევრებს სცენარებთან დაკავშირებით რა შეიძლებოდა მოყოლოდა ერთ სცენარს, ანუ მელიას დაკავებას და რა შეიძლებოდა მოყოლოდა მეორე სცენარს მელიას არ დაკავებას, ხო? რეალურად მაშინდელი სიტუაცია რა იყო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? რეალურად სახელმწიფოს უხეშად დაუპირისპირდა ნაცმოძრაობა, პირადად მელია და შემდეგ ეს იყო პროცესები. ეს ადამიანი მოვიდა 17 საღამოს პარტიის ოფისში მაშინ მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ვიყავი შესაბამისად პოლიციაბჭოს თავმჯდომარეც მოვიდა პარტიის ოფისში სადაც იყო ასე ვთქვათ პოლიციაბჭო რეალურად შეკრებილი იქ გითხრა რომ მასთან ელჩები იყვნენ მისული და არ შეიძლებოდა ასე ვთქვათ მელიას დაკავება ეს იყო მისგან ნათქვამი მაშინ როდესაც რამდენიმე დღით ადრე ის დაჟინებით ხოვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმუნიტეტის მოხსნას ხო მისი მოტო ეს თვითი რას თქვა მაგრამ თვითონ მე თქვა რომ ელჩთან თითქოს რაღაც წინააღმდეგობა არ ყოფილა უბრალოდ მან მოიკითხა ამბავი ხმიჩა აქაც მოიტყვა ელჩზე თქვა რომ პირიქით ელჩმა მწვანე შუქი ამინთო ამერიკის ელჩმა მითხრა რომ თუ დასაკავებელია დააკავება როცა გავსი რამ არ უთქვა მსწორ მაგას როცა დილით ელჩმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ გმობდა ელიას დაკავებას ეგეთი მარტივი ტყუილი როგორ უნდა თქვა მართლა სამარცხვინოა ხო მაგრამ თავი დავანებოთ ანუ მან თქვა რომ ელჩებს შეხვდა არ დაუკონკრეტებია სახელები გვარები და ეს შემდეგ ელჩებს შეხვდა და დაუშვებელი იყო ელიას დაკავება ასევე საუბრობდა იმაზე რომ აი 2 დღე მომეცითო ეს 3ჯერ გაიმეორა თუ 4ჯერ 2 დღე მომეცითო და ჩაცხრება ამ დღეში სიტუაციაა ეხა კონცენტრაცია არის იქ რაღაც ყველა შეკრებილიაო და 2 დღეში პირობას გაძლევთ რომ ჩვენ მარტივ რამეს ვეუბნებოდით რომ რანაირად შეიძლება 2 დღეში უფრო მარტივი იყოს მელიას დაკავება პარტიის ოფისში თუ დღეს არის უფრო რთული ხო აი ხო მარტივი ლოგიკა პირიქით ვეუბნებოდით რომ როგორც კი ერთ დღეს არ დააკავებ მეორე დღეს ბუნებრივია გული მიეცემა და მომრავლდება რაოდენობა ხო ასე ხო მოხდა
ეს ხო ის არ არის, რაც ჩვენ მოვიგონეთ და მე არ გამართეს, ხო გამართლდა. რეალურად პირველ დღეს შეშინებული რაღაც 100 კაციც არისო პარტიის ოფისში, როცა იგეგმებოდა იმ დილით მელიას დაკავება, ძალიან მარტივად შეიძლებოდა სპეცოპერაციის ჩატარება და საბოლოო ჯამში ვახტანგ გომელაურს, როცა ის ატარებდა ოპერაციას, ბევრად უფრო რთულ ვითარებაში მოუწია ოპერაციის დაგეგმა. რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. ანუ იმ დილას იყო 100-ზე ნაკლები ადამიანი და შეშინებული და გულმიცემული რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მაშინ პარტიის ოფისში, როდესაც გომელაურმა ჩაატარა ძალიან დიდი წარმატებით ეს ოპერაცია, ხო? ანუ ხო მარტივად დადასტურდა ის, რაც ჩვენ ვეუბნები, რა შუაში იყო 2 დღე. ეს 2 დღე ძალიან საინტერესო დამთხოვა. ამ 2 დღეზე შეგიძლიათ მათ შორის რუსთავიორის ძველი ჩემი საუბარი ამოიღოთ ამ 2 დღესთან დაკავშირებით. ეს ინტერვიუ მე მქონდა იქამდე ვიდრე სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში. ანუ მელიას ამ არდაკავების ამბებსა და სააკაშვილის ჩამოსვლა შორის. ეს 2 დღე საინტერესო რატო იყო? ჩვენ მქონდა ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია, სააკაშვილი ამბობდა მაშინ ასეთ რამეს, რომ 2 დღე მაცადეთ და მანდ ვიქნებიო. რაც ჩვენ მქონდა ინფორმაცია და ამის გამო მათ მქონდა დამატებითი არგუმენტი მქონდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად მოგვეთხოვა მელიას დაკავება, ესეც საკმარისი იყო არგუმენტები, მაგრამ ეს ხო დამატებითი არგუმენტი. სააკაშვილი ამბობდა 2 დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოში. თქვენ თუ გადახედავთ რა დრო დაჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად ცნობილი კონტეინერით ზუსტად 2 დღე. ანუ გეგმა არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფო იმიჯი ჩამოშალა, ხო? ანუ კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს, მოიშორა ეს სამაჯური, მაგრდება პარტიის ოფისში, გეუბნება ვერ დამაკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი, ხო ასეთ ვითარებაში, როცა ვერ აკავებ და ამ დროს წარმოიდგინეთ თქვენ ეს სურათი, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე უცბად გამოჩნდება სადღაა სახელმწიფო. ეს იყო სცენარი. და დავალება, გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან. აბა რა ლოგიკა შეშდება, რომ 3 დღით ადრე მიდიხარ საპარლამენტო უმრავლესობას თიც უქნევ. არავის არ უკადრია სხვათა შორის სხდომამდე და ამ სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის თითის დაქნება. მოდის გახარია თიც უქნევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და დაჟინებით შეურაცხყოფელი ფორმით თხოვს იმუნიტეტის მოხსნას და 3 დღეში მოდის და თან პირობა მიცა. მახსოვს ზუსტად ნიკა სამხარაძე პარლამენტარი გამოვიდა და მას ესეთი რაღაცა უთხრა, რომ კი ბატონო, თავიდან წინააღმდეგი იყო იმუნიტეტის მოხსნის და მაშინ ლოგიკა იყო სხვათა შორის. იმუნიტეტის არ მოხსნაში უფრო იყო ლოგიკა, ვიდრე არ დაკავებაში. იმიტომ რომ იმუნიტეტის მოხსნა არ მოხსნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა არ აკავებ და კანონს ვერ აღასრულებ, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა და ეს ლოგიკა იყო. ზუსტად მაგიტო ითხოვდა ჯერ დაჟინებით, დავალებით იმუნიტეტის მოხსნას და მერე ამიტომ ითხოვდა არ დაკავებას. პირობა მისცა კონკრეტულად ნიკა სამხარაძის, ასე ვთქვათ, დასმოკითხვაზე საპასუხოდ პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა და 3 დღეში მოდიხარ, ჯერ შენ სიტყვასაც უნდა გქონდეს ფასი, მაგრამ აგენტი როცა ხარ, არც ერთ შენ სიტყვას არ აქვს ფასი, იმიტომ რომ დღეს ერთ რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო, ხოლ მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო. კარგით, მოდით გავცდეთ გახარიას, მაგრამ საპარლამენტო კომისიას ვერ გავცდები კიდე ცოტა ხანი და მე გადავალ სხვა თემებზე. მინდა გკითხოთ ამ საპარლამენტო კომისიაზე უამრავი, ასე ვთქვათ, თქვენი ოპონენტების მხრიდან, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მომისმენია, რომ ეს არის რაღაც რეპრესიებისთვის განკუთვნილი კომისია, რომ აი აკრძალვისთვის განკუთვნილი და ასე შემდეგ. თუმცა ასევე ძალიან მწვავე კრიტიკა მოყვა თეა წულუკიანის განცხადებას და მინდა ეს გკითხოთ, იმიტომ რომ მე თქვენც გამოეხმაურე და დაიცავით გულისხმობ უბრალოდ მაყურებლისთვის გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ მის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ პიარისთვის განწირული ვიღაცის პიარისთვის გაიწირაო და ამას ძალიან მწვავე არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა. შემდეგ თქვენ დაიცავით წულუკიანი და თქვით, რომ არათუ ომის თავიდან ცილება შეიძლება, არამედ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს და ამას მოყვა შემდეგ წულუკიანის განცხადების კრიტიკა გადაიფარა და ის რომ ომი ვინ დაიწყო, მოკლედ ამ თემაზე დაიწყო კამათი და ბოლოს მინდა გკითხოთ, რომ ამ კომისიის მიზანი, ანუ ამ განცხადებაზეც განმარტება გკითხოთ, არის ვინ დაადგინოს, ვინ დაიწყო ომი, თუ კი ეს ნაციონალური მოძრაობის და მათი დანაშაულების ის არის ომთან მიმართებაში, არის თუ არა მეტი სიფრთხილე საჭირო, როცა ქვეყანაზეა საუბარი და სხვა ქვეყანა, რომელიც შემოიჭრა, ხო ვთქვათ, რუსეთი, საქართველოში. ანუ ამაზე ერთად გავაერთიანებ ბევრი კითხვა, მაგრამ მინდა რომ მოვასწრო. ვინ დაიწყო ომი, ამას გამოძება საერთოდ არ ჯერდება. ვინ დაიწყო ომი? ამას პასუხი გასცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და
შესაბამის დასკვნას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ. იგივე აქვს დადასტურებული მათ პრეზიდენტს ყოფილ სალომე ზურაბიშვილს და ამ შემდეგ, ხო, ანუ თვითონ ვინც დაიწყო ომი სააკაშვილის რეჟიმმა, მანვე დაადასტურა, რომ თვითონ დაიწყოს ომი. თქვენ წარმოიდგინეთ ხვალ ზელენსკი საქართველოს დაიწყო. არა, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. შეიძლება თქვა, არ ვიცი, სააკაშვილის რეჟიმში ის პრეზიდენტი იყო, ხო ამ ქვეყანაში. ეს ერთხელ მაქვს ნათქვამი, როგორც ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ საქართველოს მოკლა ან სანდრო გირგვლიანი ან ბუტა როფაგიძე, ზუსტად მასევე ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოს დაიწყო ომი. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, სისხლიანმა რეჟიმმა, ზუსტად ასევე სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა სანდრო გირგვლიანი და მოკლა ბუტა როფაგიძე და ბევრი სხვა, ხო? ეს იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, აგენტურა. აგენტურა როცა იწყებს ომს, თან გაყალბებით მოსული ხელისუფლებაში, ყველასთან კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ხო, როგორ გაყალბდა სამარცხვინოთ, მარტო სტატისტიკაც კი საკმარისია ამის დასადასტურებლად, ხო? ანუ არალეგიტიმური კრიმინალური რეჟიმი, როდესაც იწყებს ფართომასშტაბიან შტაბიან სამხედრო მოქმედებებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დაიწყო ომი. სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა, აგენტურამ დაიწყო ომი დავალებით, დაგვეთით ამ ქვეყანაში. თუ ვინ დაიწყო ეს საერთოდ გამოსაძებელი არ არის, ხელი მოაწერეს ამ ხალხმა. ვინც დაიწყო იმ ყველამოს ეს ხომ გარედან სხვანაირად ისმინება, იგივე რუსეთის ინტერესი ასხამს წყალს უწისქვილზე, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, ხო ეს არის მთავარი კრიტიკის საფუძველი ხოლმე მერე ხელისუფლების მისამართით. ნახეთ, აი ჩვენ წარმოვიდგინოთ ხვალ რომ მოხდეს ესეთი რაღაცა. აი ხვალ ლეგიტიმური უფლება ამის ხელისუფლებას აქვს, ხო? ზოგადად ვამბობ. ანუ თუ სამართლებრივ მხარეზეა საუბარი, შენი ტერიტორია და შემდეგ. თან მაშინ კიდე სხვა სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მაშინ თან სამშვიდობო ძალები იდგა საქართველოს თანხმობით ცხინვალში, როცა артиллერიამ დაიწყო შტურმი შეტევა ცხინვალზე. მაშინ იქ იდგა სამშვიდობო ძალები და ჩვენ ხელი ქონდა მოწერილი შესაბამის შეთანხმებაზე, რაც გვიგრძალავდა მოგრძული ოპერაციის დაწყებას და ჩატარებას, ხო? აი თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც თეორიული სცენარი, რომ ჩვენ გავგიჟდით და გავაკეთეთ ის, რაც ციტხოდნენ ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, რომ მიუშვირეთ артиллерия ცხინვალს ან სოხუმს, ხო? წარმოიდგინოთ ასეთი თეორიული ვარიანტი. აი სხვათა შორის იმის გაგრძელება, ხო, რაც იკითხეთ თეა წულუგიანის განცხადებასთან დაკავშირებით. ხო, რა თქმა უნდა, შეწირულია, ვთქვა და ჩვენ რო ეს იგეჟე გავაკეთოთ. რთულად მოსასმენი იყო, ხო, იმიტომ რომ ადამიანები გმირი, რომელიც კადრებიც ყველას გვაქვს ნახე. მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას. რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, ჩვენ დაგვავალოს Deep State-მა ომის დაწყება, артиллериით შტურმის მიტანა ცხინვალსა და სოხუმზე. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი. და რა თქმა უნდა, ჩვენი ავანტიურა თუ ჩვენი ღალატი არც ერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს. მაგრამ აქ საუბარი რაზეა? არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, რომელიც საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები. ეს ადამიანები შეეწირნენ რას? იმას, რომ აგენტურამ, ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყების თაობაზე, რომელიც 2 დღეში წააგეს. 7-ში ღამე დაიწყო артиллериით შეტევა, გახსოვთ თქვენ 8 აგვისტო ყველა არქივი წაშლილია. იმედი რუსთავიორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინდელი ყველა არქივი, უწყვეტი არქივი არ არსებობს. რატო? რა ქონდათ ასამალი? მათ ხელში იყო ყველა ტელევიზია, ხო? უწყვეტი არქივი არსად არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა დღეები, უწყვეტი არქივი აბსოლუტურად ყველა დღის, რაც შეეხება 7, 8, 9 აგვისტოს, 7 აგვისტოს პირველ რიგში უწყვეტი არქივი არის ყველგან წაშლილი. რატო დამალეს? იმიტომ რომ რა ხდებოდა? 7-ში გამოგვიცხადეს დიდი სამბით, რომ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას აპირებდნენ და 8-ში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ აქ ვიტევენ და თავს ვიცავთ. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა უცბად შემოვიდა რაღაცა უცხო ჯარი, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და შენ ამ დროს განცხადებებს აკეთებ, რომ მე ეს სოფელი ავიღე, მე ეს სოფელი ავიღე, როკის გვირაბისკენ მივდივარ, ამას აკეთებ? შენ ხო ამბობ, რომ მე თავს დამესხნე და თავს ვიცავ. აქ საუბარი რაზე იყო? მთელი დღე 7-ში გამოგვიცხადეს კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და 8-ში მთელი დღე
სანამ მე გამოვიდოდა მედვედევი და დაანონსებდა ასე ვთქვათ ოპერაციის დაწყებას, მთელი დღე მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს სოფელი ავიღეთ, ის სოფელი ავიღეთ, ცხინვალში შევედით, რუკის გვირაბისკენ მივდივართ, ეს ხო ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამ ღალატს მოყვა ძალიან დიდი მსხვერპლი მოყვა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორი ავანტურაც ჩვენ რო ჩავიდინოთ იგივე ღალატი, ხვალ კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ რამდენიმე ასეული მინიმუმ გმირი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, ხო? ჯარი იმისთვის არის, რომ იომოს ნებისმიერ შემთხვევაში ჯარი ხო იმას ვერ შეხედავს ეს ღალატია, ავანტურა ჯარი იღებს ბრძანებას და იცავს სამშობლოს. და ეს გააკეთეს ზუსტად გიორგი ანწუხელიძემაც და სხვა ჯარისკაცებმაც. მათ სამშობლო დაიცვეს 7 აგვისტოს ღამიდან 8 აგვისტოს 9-ში 11-12-ში სადამდეც გრძელდებოდა ომი. სამშობლოს იცავდნენ. და უამრავი ადამიანი შეეწირა 400-ზე მეტი ადამიანი სამოქალაქო პირიც და პირველ რიგში სამხედრო შეეწირა ამ ომს. რა თქმა უნდა, ის ღალატი რაც ჩაიდინა სააგაშვილმა არაფრით ოდნავადაც არ აკნინებს და ვერ დააკნინებს იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და ჩვენმა სამხედროებმა. ამიტომ აქაც რეალურად გასარჩევი არაფერი არ არის. რაც თქვა იაწულუკიანმა არის აბსოლუტურად ზუსტი. კი ბატონო. ოღონდ ერთ რამეს დავაზუსტებდი, ეს არ იყო პიარი. აგენტურის ღალატს შეეწირნენ ჩვენი გმირები. და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ჩვენ მომავალში და სწორედ ამიტომ ვიცავთ კბილებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი გმირების გაჩენა. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან, არა საკუთარი თავის გაწერვით ომში, არამედ იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე. ჩვენ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, არა იმაზე, რომ ასეთი ფორმით გმირები გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს გმირებს ჭირდებათ სიცოცხლე და ჭირდებათ საკუთარ ოჯახებთან ყოფნა და ოჯახებს ჭირდებათ საკუთარი გმირი წევრების ყოფნა მათთან ერთად. ამიტომ ეს არის მარტივი რეალობა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, და ბატონო ირაკლი, როდესაც აი განცხადებების კრიტიკაზე ვსაუბრობთ, გმირები ახსენეთ, ასეთივე გმირები იყვნენ 99 წლის 9 აპრილს და მინდა ამაზეც კითხოთ, რადგან თქვენს განცხადებას მოყვა კრიტიკა, თქვენ ახსენეთ უცხოური ძალები და არ ყოფილა იმ განცხადებაში ნახსენები მაგალითად საბჭოთა ჯარები თუნდაც. გასაგებია რომ მაშინ მარტო რუსეთი არ იყო და იყო საბჭოთა კავშირი და ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი და ასე შემდეგ, ანუ განმარტებები ვისმინე, მაგრამ რატომ არ იყო ნახსენები, თორე ის განმარტება მოვისმინე, რომ უცხოური ძალა ყველა ვინც ქვეყანას გარედან უტევს, ხო? მაგრამ ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ესეც ხო ვიცით, ანუ რაღაცნაირად აღიქვა ეს საზოგადოების ნაწილმა. ხო და რატო არ მოხდა, ვთქვათ, აი ამ საბჭოთა ჯარების დასახელება? ეს თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ ამ განცხადებაში და მე უკვე გადავალ ისევ სხვა თემაზე. ქართველები შეიძლება ემოციური ზოგადად ვართ, მაგრამ აქ არ იყო საქმე ქართველების ემოციასთან. აქ საქმე ქონდა იმასთან, რომ ქართველი ლიბერალი, ისე როგორც ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება თვითონ განცხადებას, ერთი რატომ არ იყო სიტყვა რუსული ნახსენები? ნუ ერთი რომ გასაგებია რომ ეს არ იყო არა როგორც ასეთი რუსული ჯარი და ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, იყვნენ რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც. მათ შორის ისეთი რესპუბლიკების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს მიიჩნევიან, ასე ვთქვათ, ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, იყვნენ ბალტიისპირელები, იყვნენ შუააზიელები და ამ შემდეგ, ხო, საბჭოთა კავშირი იყო. ყველა ამას თავი დავანებთ, ანუ რატო არ იყო რაღაც კონკრეტული სიტყვა რელევანტური, მაგრამ აქ თავარი რა იყო იმ ტექსტში, რომელიც იყო მოცემული. იყო საუბარი, სულ იყო 3 აბზაცი. პირველ აბზაცში და ბოლო აბზაცში, თუ მეორეში აღარ ვიცი, საუბარი იყო უცხოურ ძალაზე და ეს შედარება იყო გაკეთებული. ანუ მარტივად რო შევაჯამოთ ეს ტექსტი, უცხოურმა ძალამ გააკეთა ეს 99 წლის 9 აპრილს და ახლაც უცხოური ძალა აკეთებს ამას დღევანდელ დღეს. 36 წლის თავზე. ამას რას გულისხმობთ, ბატონო, ანუ ერთ სიტყვაში აყენებთ, თქვა 9 აპრილის მოვლენებს და დღეს რას გულისხმობთ? ანუ აი ეს რაღაც აგენტურაზე როდესაც აუბრობთ და deep state-ი და ასე შემდეგ. უცხოური ძალა დაუპირისპირდა 1999 წლის 9 აპრილს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს ამას გულისხმობთ და ზუსტად იგივე ადგილას.
უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს შედარება იყო გაკეთებული. აქ არც ერთ შემთხვევაში ეწერა რომელი იყო ეს უცხოური ძალა და არც მეორე შემთხვევაში. ამიტომ მხოლოდ ლიბერალი, ფსევდოლიბერალი შეიძლება აყვეს ასეთ ვთქვათ რიტორიკას. არ ვიცი, თუ არ გაქვს შეზღუდული ასე ვთქვათ გონება ამ შემთხვევაში ასეთ რაღაცას არ აყვები, მაგრამ ქართული ლიბერალის ბედი არის ასეთი, ხო? არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, შესაბამისად ადვილია მისი აყოლება რაღაც იაფასიან სპეკულაციებს. კარგით, მინდა ახლა გკითხოთ, რითიც დავიწყეთ ჩემი მისამება, ეს დღეს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიიდან, მათ შორის რა თქმა უნდა დასახელებული არის საქართველოს, ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, უკრაინა და ასე შემდეგ. არაერთხელ გაკეთებულა მსგავსი ტიპის განცხადებები და არაერთხელ მოგვისმენია ევროპის მხრიდან, ხო, რამდენიმე დღის წინაც ნაწილი ითხოვს, რომ ვიზო მიმოსვლა გაგვიუქმდეს და ასე შემდეგ, თუმცა თუ კი ეს რეალური გახდა, რამდენად რეალური მიგაჩნიათ იმ მონაპოვარის დაკარგვა, რაზეც მუდმივად თქვენ თავად საუბრობთ, რომ თქვენი ხელისუფლების მოპოვებულია ხო ეს ვიზო მიმოსვლა და როდესაც ევროპისკენ სვლაზე ვამბობდით, ესე ნაბიჯების ჩამოთვლაში ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ის იყო ხო ამ ხელისუფლების. შესაძლოა რომ ესეც დაიკარგოს ელით მსგავს რამეს თუ ესეც რაღაც არ ვიცი. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გონიათ. როცა ჩვენ რაღაც 28-ში ველოდებით გაწევრიანებას, როგორც თქვენ თქვით. 30-ში. ერთი რო თვითონ 30-მდე გადაიდო მაშინ ეზე მახსოვს თუ 28 საუბარი იყო ნოემბრის გახსნაზე და არა ხო გაწევრიანებას, ჩვენ თქვით რომ 2030 წლისთვის ყველაზე მზად ვიქნებით ყველას ხო, აი ამ გზაზე ზუსტად ასეთი ტიპის ნაბიჯები ლიბერალიზაციის ერთი თვითონ განცხადებაშიც არის აღნიშნული, რომ ეს თანაბრად ეხება 61 ქვეყანას და აქ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა აქაც მოახერხეს კონკრეტულმა ძალებმა სპეკულირება. ხო, მუდმივი შანტაჟი, აი ეს რა ვიცი, ეს არის ზუსტად საბჭოთა მეთოდი. აი ხა საუბრობდით საბჭოთა კავშირზე. აი ეს არის ზუსტად საბჭოთა მეთოდი, რომ როგორც თავის დროზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აშანტაჟებდნენ მოსკოვიდან, ასევე გონიათ ზუსტად, რომ დღესაც ისინი ჩვენ გვიყურებენ როგორც საქართველოს რაღაცა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ახალ მოდიფიკაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ მალობა ღმერთს აღარ ვართ არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც არასაბჭოთა არასოციალისტური რესპუბლიკა, ხო? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს მენტალიტეტი, საბჭოური მენტალიტეტი. და ეს საბჭოური მენტალიტეტი დღეს ძალიან ფართოდ არის სამწუხაროდ გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. არაფრით არ განსხვავდება რეალურად დღევანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გაურბოდით 1980-იანი წლებიდან მთელი შემართება. მაგრამ მაინც გვინდა ამ ოჯახის წევრობა, მაინც ევროკავშირისკენ ვილწვით, ხო და ეს როგორ ხდება ამ გზაზე, იმიტომ რომ მუდმივად ისმის ორმხრივი კრიტიკა, უკვე ანუ ევროკავშირიდან ეს გვაკრიტიკებენ, თქვენ საკრიტიკებთ, აი რაღაც საუბრობთ deep state-ზე, საუბრობთ აი თუნდაც საბჭოთა კავშირის მსგავს მიდგომებზე და ამ დროს გვინდა უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, ხო? როგორ ხედავთ მაშინ ამ გზას ევროპისკენ, თუ კი ჯერჯერობით რაც ჩანს, ნუ საკმაოდ გადატვირთვამდეც ვერ მივიდა ურთიერთობები, მოკლედ რომ. მეცაც გეტყვით, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი უკვე დღეს არის და ისიც ასევე აკრიტიკებს ევროკავშირის მიდგომას. მაგრამ ის უკვე წევრია. ხო, მით უმეტეს, იქ არის, ანუ მას არ მოწონს, როგორ მუშაობს ბრიუსელის ბიუროკრატია და რჩება, არა თუ მიილტვის, იქ არის, იქ რჩება, ხო? ანუ ამიტომ ვაკეთებ ამ შედარებას. მაგრამ რა ხდება, რომ აკრიტიკებს, რატო აკრიტიკებს? რისი თავსმოხვევა უნდა და ბრიუსელის ბიუროკრატიას deep state-ის დავალებით, ხო? ეს იყო უკონტროლო მიგრაცია. ანუ ორი თემა იყო რეალურად, რის გამოც უნგრეთს შეულახეს იმიჯი და წარმოაჩინეს უნგრეთი როგორც რაღაც ლამის ტოტალიტარული სახელმწიფო, ხო? ერთი ეს იყო ის, რომ ის უპირისპირდებოდა ტოტალურ იმიგრაციას უნგრეთში და თქვენ თუ ჩახვალთ უნგრეთში და მე შეგიძლია არ მინდა დავასახულო, შეგიძლიათ შეადაროთ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ეროვნული იდენტობა აქვს შენარჩუნებული. ბუდაპეშტში რო გაივლი, ეს არის ქალაქი და მთლიანად ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ეროვნული იდენტობა შენარჩუნებული. რამდენი ასეთი ქვეყანა იცით, რამდენი ასეთი დედაქალაქი იცით თქვენ ევროკავშირის მასშტაბით? ცოტა ძალიან. რატო? იმიტომ რომ deep state-ის დავალებით, დაკვეთით
ტოტალური იმიგრაცია წავიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დღეს არის არაერთი დედაქალაქი, სადაც იმიგრანტი მოსახლეობა უკვე აჭარბებს ადგილობრივ მოსახლეობას, ხო? უნგრეთი უფრთხილდებოდა და უფრთხილდება საკუთარ ეროვნულ იდენტობას, ამის გამო ლამის დიქტატურად და სისხლიან რაღაცა ტოტალიტარიზმად გამოაცხადეს უნგრეთი. მეორე თემა იყო LGBT პროპაგანდა. LGBT პროპაგანდას არ უშვებს თავის ქვეყანაში, ანუ საუბარია რაზე? ეროვნულ იდენტობაზე და ადამიანის პიროვნულ იდენტობაზე. ადამიანის ღირსებაზეა საუბარი. იმის გამო რომ უნგრეთი იცავს თავის ეროვნულ იდენტობას და საკუთარი მოსახლეობის პიროვნულ იდენტობას, ამის გამო მტრად ყავთ ამის გამოცხადებული უნგრეთი, ხო? მაგრამ რა ხდება? უნგრეთს აქვს იმედი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიაში მიდგომები რაღაც მომენტში შეიცვლება და აქედან გამომდინარე ისინი რა თქმა უნდა არ განიხილავენ სხვა სცენარს. ჩვენთვისაც იგივეა ამოსავალი წერტილი, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ რაღაც მომენტში როგორც ამერიკაში მოხდა, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამდე იყო რადიკალურად განსხვავებული მიდგომები, ეს USAID, NEDI, ეს რევოლუციების დაფინანსება, სისხლიანი რევოლუციები, ომის ხარდაჭერა, LGBT პროპაგანდა, ყველაფერი უბედურება, უცბად შეიცვალა. ჩვენც ამის იმედი გვაქვს და რა თქმა უნდა ამ იმედით ევროკავშირშიც მსგავსი ტიპის გარგულისხმობა ერთი ლიდერი ვერ შეიცვლება, მაგრამ ასეთი ტიპის აი რაღაც ტექტონიკურ ცვლილებებს ელოდებით შეიძლება ასე ვთქვათ, რაც მოხდა შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ მოვიდა ტრამპი და პირიქით ხო დახურა USAID-ის პროექტები, აბსოლუტურად რადიკალური NEDI, რადიკალური ცვლილებები ჩაატარა, ასეთი ტიპის იმას ელოდებით ევროკავშირში. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ პროცესები ისე მედის თვითონ ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება აუცილებლად დადგეს. მათ შორის ეს შესაძლებელია მოხდეს 60 წელიწადშიც. რატო? იმიტომ რომ ყველას უკვე აქვს შეშფოთება სერიოზული იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რასაც მანამდე ცოტა უფრო მშვიდად უყურებდნენ. კიდევ ერთხელ ეს არის რა? ეროვნული იდენტობა, პიროვნული იდენტობა. იმდენად უხეშად შეეხნენ ორივე მიმართულებით საზოგადოებებს, როგორც ეროვნული იდენტობის კუთხით, ასევე პიროვნული იდენტობის კუთხით, რომ ამან გამოიწვია უკვე პირველად მძაფრი რეაქცია. მე მგონია, რომ ეს რეაქცია უნდა გამძაფრდეს, თუ კიდე რაღაც ახალი უბედურება არ მოხდა ევროპაში. არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და ეს ეკონომიკური პრობლემებიც გამოწვეულია იმით, რომ სუვერენული ხელისუფლებები არ მართავენ როგორც წესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ანუ პრობლემები ეროვნულ იდენტობასთან, პრობლემები პიროვნულ იდენტობასთან, ეკონომიკური პრობლემები ევროპა ინერციით, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს. ჩვენ რო ჩავდივართ დავუშვათ, არ ვიცი, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ დადებითად გვაუცებს ის განვითარებული ინფრასტრუქტურა და ამ შემდეგ, რაც ბუნებრივია ევროპაში ხდება. მაგრამ ეს არის ინერცია. ტენდენციები, მათ შორის გერმანიას მაგალითად შარშანას და შარშანწინაც ქონდა მინუსი ეკონომიკური ზრდა, ანუ ეკონომიკური ვარდნა ქონდათ -0.2% და -0.3% ვარსდები. ანუ ეკონომიკა არ იზრდება, არის ეკონომიკური რეცესია. გერმანული ინდუსტრია თანდათანობით გადადის ოკეანის გაღმა და შემდეგ ეკონომიკური პრობლემები. როგორ შეძლებს საქართველოს ეკონომიკური ბოდი შეგაწყვეტინეთ, არა დაასრულეთ და ვიტყვი უბრალოდ ეკონომიკაზე. არა, იგივეა ხო ეროვნული იდენტობა, პიროვნული იდენტობა, LGBT პროპაგანდა, თუ რაღაც მომენტში ეს ევროპულ საზოგადოებას მე მგონი ყელში ამოვა. და ეკონომიკა ახსენეთ და მაგრამ აქვე კითხავთ, აი გერმანიასო მინუსი ქონდაო, ჩვენთან სულ არის საუბარი რაღაც პროგნოზიც საკმაოდ პოზიტიური, ხელისუფლებაც მუდმივად საუბრობს, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს. როგორ შეძლებს ხელისუფლება და ქვეყანა ამის შენარჩუნებას, თქვათ იმ ფონზე, როდესაც და შესაძლოა თუ არა ამან ხელი შეუშალოს, ეს მინდა კითხოთ, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ სანქციებს, თქვათ სხვადასხვა ქვეყნებიდან დაწესებულს, ბოლო იყო ბრიტანეთი, ლიეტუვა, მსიაუბი გამოაქვეყნა და ასე შემდეგ და ამაში მას გულისხმობ, რომ თქვათ ქვეყანა, რომელსაც ყავს რაღაც პოლიტიკური ელიტა სანქცირებული, შესაძლოა თუ არა დარჩეს ისეთივე მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რაღაცა ხშირად ისმის ასეთი ტიპის კითხვა და იგივე მსხვილი ინვესტიციები ჩვენ ნახეთ ხო, რაღაც 6 მილიარდიანი არაბეთიდან თქვენ მოაწერეთ ხელი, ანაკლის სპორტი, ვაერთიანების ბევრ ამას, მაგრამ ასეთი ტიპის მსხვილ პროექტების განხორციელებას შეექმნება თუ არა საფრთხე ამის გამო, რაც ვთქვი, და იგივე ინვესტორების ინტერესის სფერო დარჩება თუ არა საქართველოს. ევროპისგან დაშორებული და სანქცირებული ხელისუფლებით, აი ამას გულისხმობ. მე შემიძლია ამოვიღო ამ დღეებში გავაკეთებ ამას კონკრეტული ეგრესოდებული ექსპერტების შეფასებები, რომლებიც კეთდებოდა დეკემბერში და ისინი აცხადებდნენ, რომ 3 თვეში ქვეყანა ჩამოიქცეოდა ეკონომიკური კუთხით. დეკემბერში იანვარში კეთდებოდა ფონზე და აქციების ფონზე, სანქციების გამო და ამ შემდეგ. იგივე თემებზე იყო საუბარი, ხო?
ნუ გავიდა 3-4 თვე და ჩვენ გავართ მყარად. რა თქმა უნდა, ჩვენს აი რატო საუბრობთ თავიდანვე დავიწყეთ საუბარი, რომ კარგია თუ ცუდია ის, რომ ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა არ იქნება საკრებულოებში და ეს შემდეგ, ხო? როგორ შეიძლება არც მალავენ. ნუ პირდაპირ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მათ უნდათ ავრუნონ ქვეყანას. ამას ხო არ მალავენ. პირდაპირ სიხარულით ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ აი ხა დეკემბერში ეს აქციებია, გაგრძელდება, იქ დაგვასანქცირებენ, ასე შემდეგ და ეს გამოიწვევს შენ რო თქვა, რომ იქ რაღაც ხელისუფლება შეექმნება პრობლემა და ასე შემდეგ, ეს კიდე რაღაცა შეიძლება ახსნა, ხო? ხო, ვიცი თქვენ გებძვიან, რომ თქვენ შეგეძლო პრობლემა. გამოდიხარ და რო ამბობ, რომ ნახა თან მე ვიმუშავებ სანქციებს დავაწესებინებ და ეს შექმნის ისეთ ეკონომიკური პრობლემებს, რომ ქვეყანა დაიქცევა. ეს ხო ხელის გულზედებს. ამიტომ როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ ასეთი ოპოზიცია რაიმე სარგებლის მოტანი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის. პირდაპირ უპირისპირდებიან სასიცოცხლო ინტერესებს, სახელმწიფოსი, ქვეყნის და საზოგადოების, ხო? ვის დაეტყობა უკრაინაში ეკონომიკური ვარდნარო იყო 45%, ვინ იზარალა ამით? რა თქმა უნდა, უკრაინელმა, ხო, რიგითმა მოქალაქემ. ეს ადამიანები პირდაპირ გამოდიან და მარტო იმას კი არ ამბობენ, რომ ქვეყანა დაიქცევა და რაღაცა. მე ხა მუშაობ იმისათვისო, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დავაზიანო, ქვეყანა ჩამოექცეს, პირდაპირ ამბობენ ამას. და პროგნოზები ჰქონდათ, რომ უკვე თებერვალში და მარტში უნდა ჩამოქცეულიყო მე-15 აპრილში ქვეყნის ეკონომიკა, ლარის კურსი უნდა ყოფილიყო 3 იქით, იქ რაღაცა ეკონომიკური ვარდნა უნდა ყოფილიყო, ინფლაცია უნდა ყოფილიყო 2 ნიშნა და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა გამოწვევები არის, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით, გამოწვევები კიდევ უფრო მეტი იყო 2022 წლიდან მოყოლებული, 22 წელს განსაკუთრებით, გახსოვთ რამხელა ზეწოლა იყო მაშინ ქვეყანაზე. გამოწვევებს რა დალევს, ხო, უამრავი გამოწვევა იყო, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ, ჰქონდა საშუალო 9.6% ეკონომიკური ზრდა წინა 4 წლის განმავლობაში. ეს წელიწადიც პირველი 2 თვე დავიწყეთ 9.4%-ით. ნუ ამას ვინ არჩუნებთ? ეს არის ჩვენი ამოცანა, ოპოზიციის ამ რადიკალების ამოცანა, რომ იქ რაღაცა დავასანქცირებინოთ, ის გქონათ, ეს გქონათ და ქვეყანა დავაქციოთ. ჩვენი ამოცანა საპირისპირო, რომ ეს ხო საზოგადოებისთვის ხდება. ანუ ეკონომიკა რო დაიკლებს, ამით ხო საზოგადოება დაზიანდება, ხო? ისევე როგორც ჯერ საზოგადოების ჯიბეებზე არ ასახულა ეს ეკონომიკური ზრდა ჯერჯერობით. აი ეს როდის აისახება კიდე ის რომ მითხართ და ისე პოლიტიკას უნდა დაუბრუნდე. ანუ ერთია ციფრებში ზრდა, თქვა რაზეც თქვენ ამბობთ, მაგრამ ეს ხო ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. ნახეთ, საშუალო ხელფასი თუ იყო 4 წლის წინ 1200 ლარი დაახლოებით, ეხლა არის გადაცილებული მნიშვნელოვნად 2000 ლარს. დასაქმების ნაწილში მარტო ამ 3 წელიწადში შეიქმნა 195,000 ახალი სამუშაო ადგილი. ეს არის 2022, 23, 24 წლები. ამას რატო ვერ გააყალბებ, გეტყვით. ეს ყველაფერი რამდენი კაცი არის დასაქმებული, აისახება როგორ? ბიუჯეტში შეაქვთ ამათ ფული. მე ხო არ შემოქვს ეს ფული ბიუჯეტში. 195,000-ით მეტი აქვს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი. და გარდა იმისა, რომ რაოდენობა გაიზარდა, საშუალო ხელფასიც თითქმის გაორმაგებულია 4 წლის წინანდელთან შედარებით. ნუ საბოლოო ჯამში ხდება რა? პლუს 195,000 სამუშაო ადგილი მარტო ამ 3 წელიწადში და 4 წლის თავზე გვაქვს გაორმაგებული საშუალო ხელფასი. ამას როგორ გააყალბებთ? ნახეთ, ანუ ამდენჯერ მეტი შევიდა ბიუჯეტში. რას ქვია მოსახლეობაზე არ აისახება? ანუ რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ ხალხი ბედნიერია. ხო, ამას გულისხმობ, ყველა ჯიბეზე ეს არასახულა ფასები ვიღაცისთვის ძალიან ძვირია და ასე შემდეგ და გულისხმობ აი ეს პროცენტული ზრდა, რა პროცენტამდე უნდა მივიდეს ეკონომიკური ზრდა, რომ რეალურად ჯიბეზე იგოს. ეს საინტერესო კითხვა, ეს არის საინტერესო კითხვა. ნახეთ, სიღარიბის ნაწილშიც 30% იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეს მემკვიდრეებად. ეხლა არის ჩამოსული 23 წლის მონაცემებით უკვე 11.8%-მდე წესით, იმედი გვაქვს, მალე გამოქვეყნდება 2024 წლის მონაცემები, წესით 10%-მდე დაახლოებით უნდა იყოს შემცირებული, ამის დიდი იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. ანუ სამჯერ არის დაახლოებით შემცირებული წინა ხელისუფლებასთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენ მას ხო არ ვამბობთ, რომ ხალხი ყველა ბედნიერია და ყველა მდიდარია და ეს შემდეგ. უფრო მეტიც 10% დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის, რაც არის 370,000 ადამიანი, ხო? 3,700,000-დან 370,000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ხვარს მიღმა. ჩვენ გვჭირდება დღეს ჩვენი
$9,000 გადასცა ჩვენი ნომინალური ეკონომიკა. დაახლოებით $13,500 უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ არსებითად მოუგვარდეს საზოგადოებას პრობლემა. და სიღარიბიდან უფრო მეტი ადამიანი ამოვიდეს. სიღარიბე ჩვენი პროგრამის თანახმად, რაც გამოაქვეყნეთ არჩევნების წინ 4%-მდე უნდა შემცირდეს სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 4% უნდა დარჩეს სიღარიბე 2028 წლის ბოლოსთვის. რაც სავსებით შესაძლებელია იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს აღებული. ნუ რაც შეეხება იმას, რომ არავის არ აისახება, რა თქმა უნდა ეს ხდება გარკვეული ლოგიკით, ვიღაცაზე მეტად აისახება, ვიღაცაზე ნაკლებად. საშუალო ზრდა არის ასეთი, ხო? ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ანუ ვინც ოდნავ ერგება ეკონომიკაში, ხო? როგორც კი დახედავთ თქვენ ცხრილს, სადაც არის ჩამოწერილი ის თუ რა არის განსაკუთრებით მსხვიდლობით უნარის გათვალისწინებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ხო? ამ ცხრილს რო დახედავ და რო ნახავ, რომ საქართველოს არის მაგალითად პირობითად $25,000 და გერმანია რო არის $50,000 პირობითად ვამბობ ამ ციფრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანიაში საქართველოსზე ორჯერ უკეთესად ცხოვრობენ. ეს 25,000 თუ გახდება შენთან 50,000, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ზუსტად ორჯერ გაუმჯობესდა. ეს მარტივი მათემატიკა, როგორც კი ცხრილს დახედავ, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. შესაბამისად ციფრები, როცა იზრდება, ეს იმას ზუსტად გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მესიჯი, რომ ეს ეკონომიკა კი კარგად იზრდება, მაგრამ 25 ოჯახის, ეს 25 საიდან მოიტანეს, მათი პარტიული ნომერია 25. 25 ოჯახის ჯიბეებში მიდის ეს თანხავა. ჯორანერად შეიძლება ჯერ, ანუ ხალხს ატყუებენ რაში, რომ ანუ ეკონომიკა ის კი არ არის, ფული კი არ არის ეკონომიკა. მთლიანი შიდა პროდუქტი ითვლება იმის სამხედროდ, თუ რამდენი მომსახურების გაწევა, ანუ მაგალითად სასტუმრო რო აშენდა ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში ეკონომიკა გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პლუს პირობითად 50 კაცი დასაქმდა, ამათ ხელფასები მოემატა და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ეკონომიკა, როგორ შეიძლება 25 კაცი ჟიბეში წავიდეს ეს? როცა შეიქმნა ახალი სასტუმრო, ერთი კაციც იყოს ყველა სასტუმრო ამ ქვეყანაში. აქ ხო დასაქმდა 50 კაცი და ამა ხო გადაიხადა საშემოსავლო და ამას ხო ხელფასი მოემატა, ხო? ნუ ასეთ აბსურდებზე ახლა ეკონომისტისთვის ეს ყველაფერი არის სასაცილო. მაგრამ ნუ გვიწევს სამწუხაროდ ამ თემებზეც საუბარი. კარგით, აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართველი ხალხის დევნის აქტი, ასე უწოდეს თქვენმა ოპონენტებმა გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. მინდა კიდე არასამთავრობოთა დიდი ნაწილიც ამბობს, რომ ეს არის მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვება და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვა. სულ რამდენიმე წუთის წინ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეუბნებიან X-ზე დადო, რომ შეშფოთებული ამ კანონით კაია კალასის განცხადებაც ვნახე. მოკლედ რა და გკითხოთ, მთავრობის უფლების გარეშე გრანტების მიღება აიგრძალება ამ კანონში შესატანი ცვლილებებით. მაშინ, როდესაც არსებობს უკვე ფარას მსგავსი კანონი, ამასაც იღებთ მანამდე გამჭვირვალობა, რა სავალდებულო იყო ასეთი ტიპის კანონი, რისი არ ვიცი, ამ პრევენცია მოახდინა, ან პირიქით, იმიტომ რომ აბსოლუტურად სრულად დიდმა ნაწილმა მესამე სექტორის მედიის ნაწილმაც, რომლებიც ასევე უცხოური დაფინანსებით შესაძლოა რაღაც პროექტზე სურდეთ ამ თანხის მიღება და მთავრობისგან მიიღო ნუარი. ყოველთვის მათი მოლოდინი ასეთია, რა დაჭირდა ეს ხელისუფლებას ასეთი ტიპის სრულებების შეტანა კანონში, თუ არა მათი, ასე ვთქვათ, დახშობა, რაზეც ისინი საუბრობენ, არასამთავრობო და მედიის ნაწილი. ჩვენ გახსოვთ, დავენიცირეთ ასეთი საკითხი, ეს იყო საჯარო სამართლიანი პირის შექმნა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით გაცემდა გრანტებს. და ამას მოყვა მაშინვე აღშფოთება ზუსტად ამ NGO-ების, ამ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების, პარტიების და ამ შემდეგ, მათ თქვეს, რომ ხელისუფლებას უნდა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს NGO-ები და ამისთვის აკეთებს ამას. ანუ საქართველოს მთავრობა NGO-ს თუ აფინანსებს, ამ შემთხვევაში ეს NGO ექცევა საქართველოს მთავრობის გავლენის ქვეშ, ხო? ანუ ეს არის ლოგიკა. მე ამას ვეთანხმები. რა თქმა უნდა, როდესაც შენ აფინანსებ NGO-ს, ბუნებრივია შენი სურვილია, რომ შენი ინტერესი გაატაროს. რა თქმა უნდა, ასეა. ახლა რას გვეუბნებიან, რომ საქართველოს მთავრობა NGO-ს რო აფინანსებს, ეს NGO გაატარებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, კი, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ თუ იმის, რა ქვია, შვედეთის და გერმანიის მთავრობა დააფინანსებს აქ NGO-ს, ის არ გაატარებს გერმანიის და ამის შვედეთის მთავრობის ინტერესებს. აქ სად არის ლოგიკა? ჩვენ რას ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას ყავს არჩეული ხელისუფლება. ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართული ხალხის ნებას. ერთად დემოკრატიის კონცეფცია ამას გულისხმობს. ერთადერთი
ქართული ხალხი თქვა ხო აქ დასაწყისში რომ ქართულ ხალხს დაუპირისპირდა თურმე ეს კანონი დევნის აქტი ქართული ხალხის დევნის აქტი ესე უწოდეს ერთადერთი ვინც გამოხატავს ქვეყანაში ხალხის ნებას არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ქართული ხალხის დევნა არის ის როდესაც მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას უწოდებენ ხან იმას, რა ქვია, არალეგიტიმურს, ხან პრორუსულს და ხან იმას, ამას და იმას, ხო, 1000 რამის, ხო? ეს არის უბრალოდ ქართული ხალხის დევნა, როდესაც იქ რაღაც არჩევნებს არ გელოცავენ, არ ვისარჭირდება, მაგრამ ხო, ნუ მაგაზია საუბარი. ეს არის უბრალოდ ქართული ხალხის დევნა, როდესაც ქართული ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, ეს არის უბრალოდ ქართული ხალხის დევნა. NGO არ არის ქართული ხალხი. NGO არის უცხოური ინტერესების გამტარი, ასე არის ჩვენთან ჩამოყალიბებული. ამერიკაში რატო არსებობს NGO-ები? ამერიკას ვერავინ ვერ აკადრებს იმას, რომ უხეშად შეიჭრას ამერიკულ პოლიტიკაში გარედან. ამიტომ არსებობს NGO-ები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგიერთ სხვა განვითარებულ ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხო? ამერიკაში NGO-ს ვერ შექმნი. არავის არ მოუვა აზრად ის, რომ NGO-ები გამოიყენოს ამერიკაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის შექმნას NGO-ები და აფინანსოს ეს NGO-ები, ხო? NGO არის პოლიტიკური ინტერვენციის ინსტრუმენტი, რაც მალობა ღმერთს უკვე აღიარა ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არა მარტო ინტერვენცია აღიარეს. მათ პირდაპირ თქვეს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს NGO-ები გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ-ერთი პირველი იყო ამ კუთხით ბუნებრივია საქართველო. შესაბამისად, ქართულ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ ამ NGO-ების აფინანსება, რომლებიც სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში და მოითხოვეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადადგომა. პირდაპირ არიან ჩართული 1000 ბინძურეში, ხო, ყველაზე ბინძური რიტორიკით ამ ქვეყანაში გამოირჩევიან სწორედ NGO-ების ლიდერები, ხო, თუ პარტიის ლიდერებს არჩევთვლით და მათ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს, ხო? ყველაზე ბინძური რიტორიკით გამოირჩევიან სწორედ NGO-ების ლიდერები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. ამიტომ NGO და ქართული ხალხი არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან. ეს არის ჩვეულებრივი რაღაც მახინჯი პროპაგანდა, სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებენ NGO-ებს. ანუ არის რაღაცა NGO-ების რაღაც კასტა, პირობითად 5000 ადამიანი და ამ ყველა არის უცხოეთიდან დაფინანსებული, პირდაპირ დახელფასებულია უცხოეთიდან და ამ 5000 კაცს ქვია სამოქალაქო საზოგადოება, ეხლა რამხელა შეურაცხყოფაა ეს. 5000 არის სამოქალაქო საზოგადოება და დანარჩენი 3.700.000 ადამიანი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა არის? გიგაური არის სამოქალაქო საზოგადოება და ვიღაცა უნივერსიტეტში რო არის ღვაწლმოსრილი პროფესორი, ის არის არასამოქალაქო საზოგადოება. ეს არის სირცხვილი და თუ რაიმეს იცავს ეს კანონი, რომელიც მივიღეთ ჩვენ NGO-ების აფინანსებასთან დაკავშირებით, ეს იცავს სწორედ პირველ რიგში ქართული საზოგადოების ინტერესს. ასეთ შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას არავინ არ უნდა აკადროს. როცა ხალხს ყავს თავის მიერ არჩეული ხელისუფლება, იქ არ შეიძლება 5000 ეკა გიგაურს ვიღაცამ დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოება და ვიღაც ღვაწლმოსილ ადამიანებს დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება, ხო? ეს ხო უბრალოდ სირცხვილია. ამიტომ ეს კანონი არის არათუ დროული, მე მგონი დაგვიანებულიც, როგორც ეს ჩვენმა ერთმა მეგობარმა პრეზიდენტმა აღნიშნა. რომელმა პრეზიდენტმა? მე გავიხსენე ბატონი ალიევის შესანიშნავი კომენტარები, რომელიც რამდენიმე თვის წინ გააკეთა, ამაზე ქონდა მას საუბარი. რეალურად ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენ წარსულ გამოცდილებას, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენც ვაცხოვრებდით რაღაცნაირად იმ ტყუილში საზოგადოებას, რომელიც გარედან იყო თავსმოხვეული. როცა გვეუბნებოდნენ, რომ NGO-ები არის თურმე სამოქალაქო საზოგადოება და არის ქართული ხალხი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში ამ ყალბი პროპაგანდისგან, ამ ტოტალური პროპაგანდისგან, რომელიც რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში. და ბატონო ირაკლი, როდესაც აი მესამე სექტორზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვსაუბრობ, დღემდე გრძელდება ეს პროტესტი, მათი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტების ასე შემდეგ და მუდმივად არის საუბარი დაკავებულების გათავისუფლებაზე, რაც არ შემიძლია არ კითხოთ. იგივე ბოლო რეზოლუციაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პირდაპირ ითხოვს და იქ პოლიტპატიმრებად აქვთ მოხსენიებული ეს ადამიანები. არადა თქვენ შეხვდით ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსაც და ამაზეც მინდა კითხოთ, იყო თუ არა ამაზე საუბარი, იმიტომ ერთის მხრივ ძალიან პოზიტიური უწოდეთ ამ
შეხვედრას და მეორე მხრივ ზუსტად იმ დღეებში მიიღო ასამბლეამ ეს რეზოლუცია, სადაც ეს ყველაფერი წერია, მაგრამ მაინც დაკავებულებზე მინდა ვფოკუსირდე სასჯელის შემსუბუქება ან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მათი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა ვთქვათ პროკურატურის მხრიდან. ან ვიცი, ხომ არ იქნებოდა პოლიტიკურად მეტად გამართლებული ნაბიჯი, რომ ასეთი ტიპის პროტესტი არ ყოფილიყო, თუ აი როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ახლაც საპატიმროში არიან და განაჩენს ელიან სასამართლო პროცესები მიდის. და ვხედავთ პროტესტს, ხო იქ მსახიობების ანდრო ჭიჭინაძეზე მზიამაღლებელი არ შემიძლია არ ვახსენო და ასე შემდეგ. უდიდესი ნაწილი ადამიანების, რომლებიც დღეს არიან საპატიმროში, არიან მსხვერპლი, ასე ვიტყოდი. იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართული მათ შორის უცხოელები, ხო? პირდაპირ ნელჩები, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობისპირები და ამ შემდეგ. რომ ბუნებრივია საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაცა ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაცა ისეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაცა მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაცა ნაკლებად. საბოლოო ჯამში ამ ადამიანების უმეტესობა, ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად ზიამაღლობას, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. ხო, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანების განსაკუთრებით ახალგაზრდების მოგზაურობარი, ისინი არიან რა თქმა უნდა მსხვერპლი. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური. ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა ახსულდეს. და კანონის ახსულება არის აუცილებელი რატომ? ნახეთ რა მოხდა. იყო 2023 წელსაც გარედან დაგეგმილი და ასე ვთქვათ წარმართული რევოლუციური პროცესი, უმძიმესი პროცესები, იქაც იყო შტურმი პარლამენტზე, იყო პოლიციელებისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, მათი ჯანმრთელობის დაზიანება და ამ შემდეგ ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და ერთადერთი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ცნობილი გრიგორიადისი, რომელიც შემდეგ პრეზიდენტმა ურთია. ანუ ამ ხელ ამბავი მოხდა, ამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, ხო, თან ჯგუფურად. და ერთი კაცი იყო დაკავებული, ისიც შეწყალებით გამოვიდა გარეთ. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესს აქვს წამახალისებელი ეფექტი, არა პრევენციული, არამედ პირიქით წამახალისებელი ეფექტი. შემდეგ იყო გაზაფხულზე შარშან 2024 წელს ანალოგიური პროცესები, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, იქაც დაკავებული იყო დაპატიმრებული 6 ადამიანი, აქედან ერთი შეიწყალა. ანუ მაშინ უფრო ჰუმანური იყო მიდგომა, ამის თქვა კიდე. ჰუმანური არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მაშინ იყო არასწორი მიდგომა. არ შეიძლება რაღაც მესიჯები რო აქვთ, ხო, იმის ანალოგია რო ავიღოთ, რეალური ანალოგია ხოთ. ყველგან დანაშაული არსა დამნაშავე. შეიძლება ეს რამე მოხდეს. ყველგან და ანუ მათი მესიჯი ხო ოპოზიციის არის რა, რომ ჩვენ გადავწვით ნახევარი ქალაქი, გახსოვთ რა ხდებოდა და ერთ-ერთმა პოლიციამ გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია, ერთვალში მხედველობა დაკარგა, ხო? ნუ ამრავი სხვა პოლიციელი დაშავდა. მაგრამ ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები, ხო? არ შემიძლია ამაზე საუბრის დროს არ გავიხსენო ის ფაქტებიც, იმიტომ რომ თქვენ თავად თქვით მზიამაღლობაზე, რომ კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი დანაშაული და ეს პოლიციის შეურაცხყოფა, მაგრამ ასევე კამერების თვალწინ იყო, ხო, სხვა დანაშაულები ჩადენილი, რომელიც ვიხილეთ. ჟურნალისტების ცემას გულისხმობ, ძალადობის ფაქტებს, არ შემიძლია რომ ამაზე საუბრობ და ასე შემდეგ ის არ გავიხსენო, ხო, და ანალოგიური კითხვა მე არსებობს ხელისუფლების იყო რამდენიმე ექსცესი, რამდენიმე მძიმე ინციდენტი, რაც ჩვენ დავგმეთ. რა თქმა უნდა, ვერავითარ შართ არ მივესალმებით, გმობთ ბუნებრივია ასეთ გადასტუმებს და სხვათა შორის ამან მოხდა შემდეგ იმის საშუალება, რომ პირველ-მეორე დღეს მოხდა ასეთი ასე ვთქვათ ინციდენტები და მე კიდევ უფრო მკაცრი ინსტრუქციები წავიდა, რამაც მოგვცე იმის საშუალება, რომ შემდეგ დღეებში მთლიანად დაგვირიდებინა ეს ყველაფერი თავიდან და შემდეგი 3 დღე ესე გაგრძელდა და მე მოახერხეთ მთლიანად ამ ძალადობის აღკვეთა. მაგრამ მთლიანობაში რის თქმა მინდა რომ იყო უამრავი დანაშაული ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ხა ესენი გეუბნებიან რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე. ნუ ნორმალურია ხა ეს. ამდენი დანაშაული, დამნაშავე არ არის. და წარმოიდგინეთ ასეულობით ადამიანი ჩადიოდა დანაშაულს და 30 კაცი რატომ არის აბატიმრებული, ამას კითხულობენ. ახლა სად არის ან ლოგიკა, ან სამართლიანობა, ან რაიმე სხვა, ხო? რა თქმა უნდა სუბიექტური ინტერესია. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომელიც შეცდომაში შეყვანა არის უფრო მარტივი, მით უმეტეს თუ ოჯახში გაქვს ესეთი ვითარება, ხო? ერთ-ერთი მსახიობი
აღნიშნეთ დეიდაშვილი ხა ეგეთი გარემოცვა არ უკავს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას ხო ოჯახიდან აქვს რაღაცა ჩაბეჭდილი თავში რომ შეიძლება გუშინ ითამაშო რაღაცა რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად პოლიციელებს უძახდა რუსებს რომლებიც 2008 წელს ცხინვალში ებრძოდნენ თვითონ რუსულ ფილმში მონაწილეობდა და რუსს უწოდებდა პოლიციელებს რომლებიც ომში მონაწილეობდნენ 2008 წელს. ხო, ნუ თუმცა ის სხვა მის გამო არ არის ხოსტარიას დეიდაშვილი, ელენე ხოსტარიას დეიდაშვილი, რომელიც დღემდე ათეულობით $1000 იღებს რუსეთის ხაზინიდან და ამბობს რომ ყველაზე დიდი ანტირუსია. ხამის დეიდაშვილი რო ხარ, რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადულად მოექცევი, როცა დეიდა ყავს ასეთი დედა და ეს პრობლემაა ეს. პრობლემა, ამიტომ უფრო მეტად შეიძლება ჩვენ თანაუგრძნოთ ასეთ ახალგაზრდებს ვიდრე ნებისმიერ სხვას, იმიტომ რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოექცნენ, ახლა დაიჯერეს. კაცმა დაიჯერა, რომ გუშინ შეიძლება მე მივიღო რუსულ ფილმში მონაწილეობა და ხვალ შეიძლება 2008 წლის ომის გმირს დაუძახო რუსიდან, დაიჯერა ეს, რა ვქნათ. მაგრამ კანონი ხომ უნდა ახსულდეს. რანაირად შეიძლება კანონი არ ახსულდეს, თუ არ ახსულდება კანონი, მომავალ წელს გამეორდება იგივე, იმის შემდეგ წელს გამეორდება იგივე. და ეს რა თქმა უნდა ქვეყანას აზიანებს. ეს ხო ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა, რომ შენ კანონი აღასრულო იმისათვის, რომ სახელმწიფო წარმოჩენდეს როგორც სახელმწიფო. რუსეთი ახსენეთ და ძალიან მინდა გკითხოთ რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტის განცხადება, ხა რადგან რუსულ თემაზე საუბრობდით, მათ თქვეს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა გააკეთა ეს, ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის პასუხიც ამ თემაზე, თუმცა არ მოგვისმენია თქვენი პასუხი, იმიტომ რუსეთი ამბობს, რომ მზადაა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. შესაძლოა მსგავსი რამ განიხილებოდეს რუსეთთან მიმართებაში და ამერიკაზეც მინდა გითხოთ და უნდა დავასრულოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ხო? ანუ ეროვნული ინტერესების დაცვა გარკვეულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ შემთხვევაში სამართლებრივად ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ანუ სამართლებრივად ჩვენთვის არის შეუძლებელი საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში. ანუ დღეს ყველას მოეხსენება, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20% და ამ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს ნუ არა პირდაპირ ასე მაგრამ გარკვეული ფორმით შეგუებას იმ მოცემულობასთან რომ შენი ტერიტორიების ნაწილად სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მხრიდან არ მიიჩნევა შენი ისტორიული რეგიონები. ამიტომ ჩვენთვის ანუ ეს არის ერთ-ერთი ბარიერი, თავარი ბარიერი, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ოკუპაცია, თუ ეს მოგვარდა მე შესაძლებელი. თავარი ბარიერი არის ოკუპაცია. ბუნებრივია ოკუპაციას გვერდზე თუ გადავდებთ, ყველაფერზე შეიძლება საუბარი თუ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება. მაგრამ რაც შეეხება იმ მოცემულობას, როცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული და არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. და საუბრობთ თუ არა ურთიერთობების აღდგენაზე, ტერიტორიების აღდგენაზე არა შეერთებულ შტატებთან, გულისხმობ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, გაჩნდა ეს რაღაც გზავნილების თანხwebdriver, გაჩნდა რაღაც მოლოდინი, რომ ახალ ადმინისტრაციასთან თქვა უფრო დაიწყებოდა უფრო აქტიური, მესმის რომ აქ უკრაინის ომის თემა გადასაწყვეტი და ჯერ ყველა ამას ელოდება და ალბათ თავად ტრამპიც და ამერიკაც და ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს ის, მაგრამ თუ არსებობს რაიმე ტიპის კომუნიკაცია ახალი ადმინისტრაციასთან თუნდაც რაღაც უფრო ქვედა დონეზე, მოგეთ სად ვართ ამ გადატვირთვის პროცესში, დაიძრა რამე თუ ჯერ ისე მოლოდინის რეჟიმშია საქართველო? ნუ ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი საუბარი შედგა მათ შორის ამერიკის ელჩთან საქართველოში. კომუნიკაცია არსებობს. იქ ვიცე-პრემიერი ზუსტად ამას გულისხმობს. რაღაცა თითქოს არის. ეს კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ რა ვიცი ოპტიმიზმით ველოდებით ნახოთ რა იქნება. ნუ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ. არსებითად ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა იქნება დამოკიდებული deep state-ის დამარცხებაზე. თქვენ გახსოვთ ტრამპის ცნობილი სიტყვები, ან ამერიკა დაამარცხებს, განადგურებს deep state-ს, ან deep state-ი განადგურებს ამერიკას. ხო, ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად დასუსტდება, ნუ deep state-ი რამდენად შეიძლება განადგურდეს, არ ვიცი, იმიტომ რომ აქ საუბარია სერიოზულ ძალაზე. რაც უფრო მეტად დასუსტდება deep state-ი, მით უფრო
მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადება, არაერთხელ პირადად მე, რომ ჩვენ გვინდა სრულად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უფრო მეტი ჩვენ ვამბობთ, რომ თუ მანამდე ეს იყო არსებითად ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა რომ გქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება კონკრეტული სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის. ანუ ჩვენი სურვილი ეს არის. რა ვიცი, თუ მოიცლია ჩვენთვის და თუ დამარცხება. წინ თქვით, რომ თითქოს შერჩეული იყო უკვე კანდიდატურა, გადაწყვეტილება მიღებულია, მაინტერესებს ძალიან და იქნება ამ ეთერში გითხრათ, ვინ იქნება ამერიკაში ჩვენი ელჩი. დღეს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გაგზავნილია კანდიდატურა, ნუ დაახლოებით 2 კვირა, პროცედურა შეიძლება ხოლმე სტანდარტულად ზუსტად 2 კვირიდან ნუ თვემდე პერიოდი, ნახოთ იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება, კანდიდატურა გაგზავნილია, ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, გაგზავნილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმედი გვაქვს, რომ მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც. კარგი და სულ ბოლო კითხვა, ფაქტობრივად ყველა დრო მოიწურა, ჩვენ ნახეთ ცვლილებები მთავრობაში, იყო საუბარი, რომ შესაძლოა ეს კიდე გაგრძელდეს, მოვისმინეთ, რომ რაღაც შეუთანხმოებაზე საუბრობდით გრიგოლ ლულაშვილთან და დანარჩენი შიდა სამზარეულოა თქვით, მოკლედ, არის უფრო მეტი ცვლილებების მოლოდინი თუ დასრულდა ამ ცვლილებები, მოკლედ, რა შეიძლება ველოდოთ მინისტრთა კაბინეტში და მასშტაბებელ ხელისუფლებაში მომავალში. ჩვენ ვართ კონცენტრირებული გუნდზე, რომელიც დღეს მუშაობს. გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად. იყო მათ შორის გარკვეული სპეკულაციები კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვეულებრივი გავრცელებული ჯორი, ხშირად ხრიან ხოლმე ასეთ ჯორებს იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები გადაფარონ ოპოზიციაში. გუნდი აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვართ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს პროგრამა არის თან რეალისტური და თან ამბიციური, ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს აქეთკენ მიმართული. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა დეკემბერში, მაინც როგორც არ უნდა იყოს, როდესაც არის რთული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, შედარებით ასე ვთქვათ, რთულდება გადართვა კონკრეტული პროგრამების პროექტების განხორციელებაზე. ახლა გვაქვს მადლობა ღმერთს იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი პროგრამის შესრულებაზე და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მოიწურა ჩვენი ყველა დრო, რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს.